სახელითა მამისა და დადისა და დასულისა წმინდისა და გაგაძლიეროთ, გაიხარეთ, გაძლიეროთ. სულიერი წინსვლა, ჯანმრთელობა, ბედნიერება მინდა გისურვოთ. არც ერთი ადამიანი არ დატოვა ღმერთმა და არ ტოვებს მადლის გარეშე, ისეთი ადამიანი, ვინც გულახდილად ითხოვს მადლის მიღებას. ვინც ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ხოვოთ, ირეკდეთ და განგებოთ. ვინც ითხოვს აუცილებლად მიეცემა მას და ღმერთი მოწყალეს. ამიტომ პატიოსანად ხოველი, ულუწფელი, გულახდილი ადამიანი ღვთისათვის სათნო არის და აუცილებლად ღმერთი მას წყალობას მიცემს. როდის მიცემს და რა ფორმით ეს უფალმა იცის. თქვენ შემდეგ მადლობა უნდა შევწიროთ იმაზე, რასაც ღმერთი გვასწრებს. მაგრამ აი ჩუმჩუმელა, ზურგ-ზურგან მოქმედი, ორ მაგის სტანდარტებით ცხოვრები, ორ სკამზე მჯდომის მსურველი, ორ გზაზე ერთად მსურვის, სიარულის მსურველი და ასე შემდეგ. გაორებული, ეს ვთქვათ, სტანდარტის და გაორმაგებული სტანდარტის და გამრუდებული სტანდარტის ადამიანებს სამწუხაროდ უფალმა იცის და არ მისცემს ხოლმე ისე, როგორც მათ უნდათ. ან ისე მისცემს, რომ მათთვის პედაგოგიკური შედეგები გამოიღოს და ღვთაებრივმა პედაგოგიკამ მათზე იმოქმედოს. ასე რომ ესეთი უფალმა იცის ძალ და უტანებლა, სხვათა შორის. უფალი არავის არაფერს არ აძალებს. გადახრის, მოუწოდებს, უხმობს, ძალით არავინ არაფერს არ აკეთებს. უფალი მოწყალე ესეთი ფორმით აკეთებს, რომ ადამიანს გადახრის, მოუწოდებს, მაგრამ არ ძალადობს მასზე. თავისუფალი ნება აქვს ადამიანს და აძლევს საშუალებას, რომ ეს თავისუფალი ნება ღვთის სადიდებლად, სულის სასწორებლად, ანუ წაღმა გამოიღებს, არა უკუღმა, არამედ წაღმა გამოიღებს. ზიარებისთვისაც ამიტომ მოვდივართ, რომ ის თავისუფალი ნება, გონება, შემოქმედების უნარი, ლოცვის უნარი, ემოციონალური მხარე ჩვენი ცხოვრებისა, სულიერი ნიჭები, ის 7 ნიჭი, რომელიც სული წმინდა მოგცა, 9 ნაყოფად გარდავაქციო და სხვა რამეები, ეს ყველაფერი იქნეს ღვთის სადიდებლად გამოყენებული და სულის საცხოვრებლად. თხოვნელი ადამიანი აუცილებლად დაკმაყოფილებული იქნება. ამიტომ ეს იმედი სასწოება, ანუ განღთობილი იმედი, სასწოება, ეს არის ის, რომელიც ადამიანს ახალ პოტენციალს აძლევს განახლების, მეორე სუნთქვის გახსნის და სულიერი შინაგანი, ასე ვთქვათ, გამტკიცებისა და ძალის მიცემის. მინდა ეს გისურვოთ და ვთქვათ, აი ესეთი თხოვნელი ადამიანი ყოველთვის უფლის წყალობას მიიღებს. ამის იმედი გვაქვს და ამითი ვცხოვრობ ჩვენ. თავაზიანი, ძალდაუტანებელი საქციელი, კეთილშობილი ადამიანი, თავის დაჭერის უნარის მქონე, თვითკონტროლის უნარის მქონე, კულტურული ადამიანი, ხო? რატომ არ იქნება შესმენელი? ადამიანი, რომელიც გულახდილია, მოძღვრისა და თავის ძმის ერთგულია, ჩუმჩუმელა და ზურგის შემაქცეველი და ასე ვთქვათ, ესეთი ადამიანი, ვინც ორმაგ სტანდარტებს მისდევს, დღეს ორმაგ სტანდარტს მისდევს და ჩუმჩუმელა ხვალ მოღალატე და გამყიდველია. ამიტომ აი ესეთი ერთი მთლიანობა შუნდობს, მთლიანობას აძლევს ქრისტიანობა ადამიანს. ყველაფერი მშვენიერი რაც არის, მთლიანია. აი მშვენიერების დამახასიათებელი თვისება რა არის? ისეთ რომ ეს არის მთლიანობა ახასიათებს მშვენიერებას. მთლიანობა, აი რომელი შედევრი გინახიათ ახლა სხვა თემაა, ხო რომელი უნიკალური ნაწარმოები, უნიკალური ნახატი, უნიკალური ნაშრომი, რომელსაც მშვენიერს უწოდებენ. აი რაღაც ოქროს წესი, რაღაც ოქროს კანონი, როგორც იტყვიან ეს ოქროს კვეთა, ეს ცნობილი გეომეტრიული პროპორცია, ახლა ეს დიდი თემაა. ჩადებული იმაში, რომ მთლიანობის მაჩვენებელი, ყველაფერი ამას მთლიანობა ახასიათებს, გამთლიანებულია. მსოფლ შეგრძნება, მსოფლ შემეცნება, მსოფლ ხვედელობა გამთლიანებული და არა გაორებული, დანაწევრებული და დაკნინებულია მასში. აი ეს მინდა გისურვოთ. მაღალი ამაღლებს უფალი ადამიანს და აკეთილშობილებს, კი არ აკნინებს, მეწვრილმანეს კი არ ხის, ამაღლებს, აკეთილშობილებს. აი როგორც წარმოიდგინეთ, აი კეთილშობილი ხალხი იყო, ხო, წმინდანები, რომელი იყო მეწვრილმანე და ესეთი რაღაცა დაიძვერა, ხო? ნუ იქნება ეს შენდობას უყვა სიტყვის და ესეთი დაკნინებული და სულიერად გაღატაკებული.
სიგლახაკე ღვთისათვის ეს სიმდაბლე სხვა არ იგი აღამაღლებს, მაგრამ დაკნინება და გაუბედურება და შენი ღვთის ხატების ფეხებით გათელვა ეს არაფერს სულიერობაზე არ მეტყველებს. შენი საკუთარი თავის არარაობისა და დაკნინებულობა, გაცვეთილობის და ფეხებგაწმენდილობის შეგრძნება ეს არ არის სულიერობა. პირიქით, ღვთის სადიდებლად უნდა იცხოვრო. შენი სულიერი ჯანმრთელობა, შენი სულიერი სიმდიდრე, რომელიც ღმერთმა მოგცა, ეს უნდა დააფასო და სხვასაც გაუნაწილო, რატომაც არა. და სხვაც შეხედავს შენ რა, სხვაც ადიდებს მამასა და ძესა და წმინდა სასულსა. ამიტომ ყველა კეთილშობილ ადამიანს, ლოცველს, მონანულ ცოდვილს, ვინ არის უცოდველი, მონანულ ცოდვილს, ქონეს ერთგულებისა, ყოველგვარი სიკეთისა, ცდელობისა, იდეალი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ცდილობდეს ადამიანს გულწრფელი იყოს, მოძღვრისადმი, დისადმი, ძმისადმი, სამყაროსადმი საერთოდ, რატომაც არა. ხო, სამყაროსადმი, მთელი სამყარო, ცოცხალი არსებებისადმი, გულწრფელად კეთილი იყოს. ესეთ ადამიანს ახლა როგორ ფიქრობთ, ღმერთი განაგდებს? არ განაგდებს, იმიტომ რომ ის ღმერთთან მისული და მოსულს არ გავაგდებო, რა თქმა უნდა. არც ერთი თმა არ ჩამოვარდება თქვენგან ღვთის ნების გარეშე. არც ერთი ყველაფერი იცის ღმერთმა. არც ერთი, ასე ვთქვათ, რა, არც ერთი განგებულება, ყველაფერი იცის. არ აძალებს, გადახრის, მოუწოდეს, მაგრამ მარძალებს. ყველაფერი იცის, ყოველსავე განაგებს. ამიტომ ესეთი თავარი გლობალური გზნობა, გლობალური შეგრძნება იმისა, რომ თავარზე უნდა კონცენტრირდეთ, უკეთესისკენ უნდა მივიმართოთ, ყველაფრისთვის ვმადლობდეთ ღმერთს გლობალურად, ტოტალურად, ყველაფრისთვის ვმადლობდეთ, ყველაფერი ჩვენი მასწავლებელია, ესე აღვიქვათ, ნუ დავყოფთ. კარგია, ცუდია კი, რომ მარჯვენა და მარცხენა გავარჩიოთ, მაგრამ სიამოვნებს არ სიამოვნებს და ასე შემდეგ. არა, ყველაფერი ჩვენი მასწავლებელია, ცოტა ძნელია, მაგრამ ამის სინთეზის უნდა გაკეთდეს. მადლობდეთ ამიტომ ყველაფრისათვის ღმერთს, ყველაფერი ტექსტია და ყველაფერი რაღაცისკენ მიგვითითებს და მე ვხვდებით რომ ესე უნდა ყოფილიყო და მადლობა ღმერთს მე ამისათვის ვამბობთ და ნეტა რა კარგია რომ ესე გამოვიდა და არა ისე როგორც ჩვენ გვინდოდა, იმიტომ რომ იყავს ნება შენი და არა ნება ჩემი. ხო? თუ ჩემი ნება შენ ნება შეესაბამება ზეცის ნებას მაშინ კი ბატონო, მაგრამ იყავ ნება შენი. და მე ჩემი ნებაც ჯერ შენი ნება იყავ ზეცის და მე უფლის ნების შემდეგ თუ შევესაბამება ჩვენი ნება ხომ კარგია და ვმადლობდეთ უფალს იმ უფლის ნების განხორციელებისათვის ჩვენ ცხოვრებაში, აზრით, სიტყვით თუ საქმით, სულში, სამშველში თუ სხეულში. ხილულ თუ უხილავ ცხოვრებაში, შინაგან თუ გარეგან ცხოვრებაში, ბრძოლებში, შინაგანში თუ გარეგანში, რომლებშიც გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ ჩვენ, მაგრამ ჩვენი გამარჯვება რაც ჩვენ ვერ შეგვიძლია და არ შეგვიძლია, უფალი შეგვაძლებინებს და ამიტომ ვევედრებით ლოცვის დროს და ახლა ვეზიარებით და კიდევ ძალას მივიღებთ იმისათვის, რომ რაც ჩვენ არ შეგვიძლია, უფალმა შეგვაძლებინოს ამინ, ხომ? ვმადლობდეთ უფალს. მაგრამ აუცილებლად ძალიან ბევრი ლოცვა გმართებს. მუდამ შეუწყვეტელად ლოცულობდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გვისხის ხელს იმაში, რომ ლოცვები ვიკითხოთ, წყვეტა ხდება ჩვენ ცნობიერებაში, ათასნაირი აზრები და ათასნაირი ფლუქტუაციები ხდება ჩვენს გონებაში. ჩვენი გონება ხშირად ჩიტს ემსგავსება, რომელიც გამომწყდებულია გალიაში და დაფეთებული ხან ერთ კედელს მიეხეთქება გალის და ხან მეორეს, მაგრამ გახსენი ეს გალია და გამოუშვიეს ჩიტი და უფლისაგან აფრინდეს, მიისწრაფოს ღვთისაგან. როგორც მზეს უმზირას ერთი აი დიდი მზეს უმზირის ლამაზ ყვავილები ხო? სადაც უფალი, სადაც მზე სიმართლისას, ასე ადამიანი, როგორც სადაც მიემართება მზე, იქით მიემართება მისი, ასე ვთქვათ, პირის სახე. იმ ყვავილისა და გარდაქმნის მზის სინათლეს თავის საკვებად და ენერგიად, ახლა ისიც. ამიტომ აი ეს ჩვენი გონება უნდა უფალთან იყოს. და მუდამ ლოცვით მდგომარეობაში უნდა ვიყოთ და ვლოცულობდეთ. და რა თქმა უნდა ამის შედეგად შემოდის დიდი სიხარული, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი, არ ვიცი. სიხარული შემოდის, რომელიც აღავსებს ჩვენს ცხოვრებას მთლიანად, მთელი თავისი ძალით. ამას ისეთი ძალა აქვს ამ სიხარულს. და ამ სიხარულის მიზეზი უფალია, რომ ყველაფერი უკვე აი ამ სიხარულის პერსპექტივაში ჩანს, ამ სიხარულის ფონზე ჩანს და ადამიანი ყველაფერს თავის ადგილს ანიჭებს და აღარ რჩება მის მსოფლმხედველობაში და მსოფლშეგრძნებაში თეთრი ლაქები და ასე ვთქვათ
შეუცვლელი ადგილები მის ფერწერაში სულიერში. ამიტომ და დაგვისვა და გზა ღვთისაკენ მიმავალი გზა ხსნილი ქონოდეს, ღვთის საიდუმლო სულის დასკვნები და მადლობის ეშვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მიყვარხართ გლოსავთ.